ამ უზარმაზარ აბაზანაში 5 ადამიანს მოგვიწევს ბანაობა 2 თვის მანძილზე. ეს არის სახმაქანა, რომლითაც სამხრეთ ამერიკას მოუვლით და მიუხედავად იმისა, რომ თავგადასავლებით სავსე მოგზაურობაში ვარ, თითოეულ ჩვენგანს თავისი წვლილი შეგვაქვს იმაში, რომ ერთმანეთს ნერვები მაქსიმალურად მოუშალოთ. ეს ბაბია, ჩემი პარტნიორი და ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც ახერხებს, რომ ამ ქაოსში სისუფთავე შეინარჩუნოს. ხედავთ რა ჭუჭყიანია? ბაბი რომ არა, ვერცეთ ვიდეოს გადავიღებდით, რადგან ტექნიკის დატვირთვა მხოლოდ მას ახსენდება. ლუკა მთელი გზის მანძილზე ცდილობს სიმღერით და ცეკვით გაგვახალისოს, თუმცა მისი ADHD-ს გადამკიდე გაჩერების ღილაკი მუდმივად გაფუჭებული აქვს. ლუკასგან განსხვავებით, ალე, ჩემი კამერამენი, ყოველთვის ახერხებს ნებისმიერი სიტუაცია გაანეიტრალოს და გაგვახალისოს. ამასთან ერთად მზადაა ნებისმიერ დროს უცნაური პრენკი მოიფიქროს და თავისი დაძმა ააწიოს. თიას სახმაქანაში განსაკუთრებით ორი რამ უყვარს. ველური გარემო, საოცარი ხედებით და ტუალეტი, რომელიც ფაქტიურად მისი პირადი ოთახია და ერთ-ერთი ადგილი, სადაც შეგიძლია განმარტოვდეს. თია, შენ რო ტუალეტში იყავი, რო არ გამოხვედი და მე გარეთ გავედი. ეხი გადამებრუნდა და ვიღზე. და მე, მაიმუნთან მებრძოლი საზოგადოების მთავარი მასტერმაინდი, რომელიც მაქსიმალურად ცდილობს ეს მოგზაურობა ყველასთვის სახალისო, თუმცა მაინც უამრავი ჩელენჯით სავსე გავხატო. სამხრეთ ამერიკული თავგადასავალი იწყება.